დამოუკიდებლობისთანავე ჩვენ შიდა განხეთქილებებმა უკან დაგწია. აი მაგალითად ბალტიელი ჩვენი თანამოძმეების გზა აღმოჩნდა განსხვავებული და ჩვენი განსხვავებული. ბალტიელები თავიდანვე შეთანხმდნენ, რომ არანაირი შიდა პოლიტიკური დავები არ ღირს იმად, რომ რისკის ქვეშ დააყენო ქვეყნის დამოუკიდებლობა და ამ დამოუკიდებლობას მიაღწიეს. შემდეგ საზოგადოებები და ეს სამი ქვეყანა ერთმანეთში შეთანხმდნენ, რომ არანაირი ძიძგილაობა საზღვრებზე თუ სხვა საკითხებზე არ დაქონდეთ და ერთად უნდა იარონ ევროკავშირის და ნატოს მიმართულებით და ორივე მიზანს მიაღწიეს და დღეს ესენი არიან სამივე მაღალი კეთილდღეობის და უსაფრთხოების ქვეყნები. ჩვენ სამწუხაროდ ყველა ეტაპზე ვეხმარებოდით რუსეთის იმპერიულ ინტერესს იმით, რომ ერთმანეთში მუდმივად ქონდა ეს ძიძგილაობა და ძალიან ხშირად ეგოისტური ინტერესის გამო თუ პირდაპირ მნიშვნელოვანი ღალატის გამო ჩვენ ვკარგავდით ისტორიულ შესაძლებლობებს. მე ვისურვებდი, რომ 10 წლის შემდეგ საქართველო იყოს მტკიცე წარმატებული წევრი ნატოსი და ევროკავშირის, რადგან ალტერნატივები არის ძალიან ცუდი ისტორიულად.